მოდით მარტივად ავხსნი პირველ რიგში შემდეგ რაღაცას, რომ ეს სანქციები მიმართულია პირადად მასზე და არ ეხება მის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ტრანზაქციებში მონაწილეობენ მეორე მხრიდან სპეციალურ სიტუაციაში შეყვანილი სხვა, თქვათ, დაბლოკილი ან სანქცირებული პირები. ამიტომ ჩემი გადასახედიდან ეს სანქციათა რეჟიმი, რომელიც კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე გავრცელდა, არის გამაფრთხილებელი. გუშინ სანამ ამაში უფრო დეტალურად ჩავიხედავდი, ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო ეს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად რა თქმა უნდა კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს, ამასთან მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად დიდი ხანია ემზადება ამ სანქციებისთვის და არაერთი სიგნალი ამის თაობაზე მას უკვე ჰქონდა. ამიტომ ეს არის მხოლოდ პირველი რაუნდი და ალბათ დასავლეთი ელოდება, რომ ბიძინა ივანიშვილი გარკვეულ თქვათ ქცევებს შეცვლის ამასთან დაკავშირებით და მგონია, რომ პირდაპირ არის ასევე დაკავშირებული დროის თვალსაზრისით ხვალინდელ დღესთან, როდესაც უნდა მოხდეს მიხეილ ყავილაშვილის ინაუგურაცია და ჩვენ არ ვიცით თქვათ რა შეიძლება მოხდეს საქართველოში მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ხავდნომანია, თქვენ თქვით თავდაპირველად არ იყო სასიამოვნო, ანუ რაღაც უფრო თქვათ საუბრობთ რაღაც დრამატულ შედეგებზე, რომელიც ყველას შეგვეხება? კი, არა, უყურეთ, ჩემი აზრით თუ ისეთი რეჟიმი დაწესდებოდა, რომელიც არანაირ თქვათ მანევრირების საშუალებას არ უტოვებს და ეს არის საბოლოო თქვათ ესეთი და ყველაზე დრამატული ფორმა მისი დასანქცირების, მაშინ მას დასაკარგი არაფერი არ ექნება. შესაბამისად, მისი ქცევები და დამოკიდებულება თქვათ აი ამ არაღიარებული ხელისუფლების უშუალოდ მოსახლეობის მიმართ და ქვეყნის მიმართ იქნებოდა უფრო დრამატული. ამიტომ ეხლა რეტროსპექტულად, როდესაც გავიარე და გავიხილე და შევაფასე, რა არის ნამდვილი ბუნება სამართლებრივი ამ სანქციების, ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი შესავალი გადაწყვეტილება, რომელმაც ქცევა უნდა შეაცვლებინოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ასევე არის ძალიან გამაფრთხილებელი მისი გარემოცვისთვის, ქართული ოცნების წევრებისთვის, ჯერჯერობით იმასთან დაკავშირებით უშუალოდ მათ როგორც ინდივიდებს რა შეიძლება შეეხოთ, იმიტომ რომ ეს არსენალი თვითონ რომელიც დასავლეთს გააჩნია სანქციების კონტექსტში არის უზარმაზარი და არც მინდა წარმოვიდგინო პოტენციალი ამისი როგორ შეიძლება რეალიზდეს საქართველოში და ამაზეც მინდა რამდენიმე წუთი ვისაუბრო ეთერში. კი ბატონო. გითხარით პრაქტიკა როგორია, აი ლოგიკა ამ გადაწყვეტილებების, ხშირად ახსენებენ ხოლმე რუსეთის მაგალითებს, იგივე დასანქცირებულ პირებს ბელარუსიდან. აი როგორ შეიძლება განვითარდეს ეს პროცესი? კი ბატონო, უყურეთ, ერთი არის, როდესაც შენ ასანქცირებ პიროვნებას, რომელსაც ამხელა გავლენა აქვს პოლიტიკაზე და მეორე არის, როდესაც შენ თვითონ ქვეყანას უკვე ვეღარ აღიქვამ, დემოკრატიულ ქვეყანას, ის არ პასუხობს აი ამ დემოკრატიის დაკვეთას და იმ ღირებულებებს არ იცავს, რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული და შენ უკვე ქვეყანაზე იქნებ ხელს, როგორც ეს მოხდა რუსეთთან და ბელარუსთან დაკავშირებით. ეხლა მე მგონი იმის აღქმა არ არის რთული, რომ საქართველოსთვის იმ ტიპის სანქციათა რეჟიმი, რომელიც ბელარუსზე და რუსეთზე გავრცელდა როგორც ქვეყნებზე, მომაკვდინებელი არის. ეხლა პირდაპირ გეტყვით, რომ რუსეთის დასანქცირების შემთხვევაში დატოვებული იყო გარკვეული მანევრირების საშუალებები, მათ შორის საბანკო სისტემასთან მიმართებაში, იმიტომ რომ რუსეთის ბაზარი თვითონ და ეკონომიკა ძალიან დიდია. მისგან გამავალი ექსპორტი ძალიან მოქმედებდა უშუალოდ მთელს რეგიონში და გლობალურად მათ შორის ევროპაში ფასწარმოქმნაში. ამიტომ რუსეთის დასანქცირების პირობებში რაღაცების გათვალისწინება დასავლეთს მაინც უწევდა, განსაკუთრებით გაზის შეძენასთან დაკავშირებით ანგარიშწორების კონტექსტში. ამიტომ იგივე SWIFT-ის თქვათ სისტემიდან ყველა ბანკის ამოგლეჯა ეს თქვათ იმ სანქციათა რეჟიმმა ვერ მოახერხა და ამაზე ევროპა ვერ შეთანხმდა და გასაგები ეს იყო გრადაციული, თუ გახსოვთ, მაშინ ევროპაში ფასები გაიზარდა და ამაზე მიდიოდა ძალიან დიდხანს საუბარი და პირველადი ტალღა რუსეთის სანქციების ევროპამაც იგრძნო თავის თავზე ფასებში. ეხლა რო შევადაროთ საქართველოს ჩვენ არც ბუნებრივი რესურსი არ აქვს, სტრუქტურა ეკონომიკის არანაირად არ არის გლობალურად იმდენად საინტერესო, რომ ვიღაცამ ანგარიში გაგვიწიოს. ამიტომ
ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ნაბიჯი ამ არსენალში, რომელიც არის სრულიად მომაკვდინებელი, იქნება ზოგადად ქვეყნის დასანქცირება, ხო? და აი აქ მინდა ხაზი გაუსვა ერთ რამეს. რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ხალხი არის ქუჩაში და ჩვენ მოსახლეობა, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის ვაპროტესტებს ამას. ეს არის ერთადერთი, რამაც შეიძლება აი ამ უფრო გლობალურ სანქციებს გადაგვარჩინოს. იმიტომ რომ თუ დასავლეთი ჩვენზე როგორც სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელს ჩაიქნევს, მაშინ ეს პოტენციური უფრო მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის დამღუპველი სანქციების დაწესება გახდება რეალობა. ამიტომ აუცილებელია, რომ ის პროტესტი, რომელიც დღეს გარეთ არის, გაგრძელდეს, რომ დასავლეთმა დაინახოს, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. და დღეს ქვეყანას მართავს რაღაცა ჯგუფი თუ დაჯგუფება ადამიანების, რომლებსაც ჩვენ ვებრძვით. სხვა შემთხვევაში, აი კიდევ ერთხელ გეტყვით, არც მინდა წარმოვიდგინო, რომ შეიძლება დასავლეთმა დაუშვას და ჩაგვხსნას ეკონომიკა, ფინანსური სისტემა პირველ რიგში, აი ამ საერთაშორისო ქსელიდან, რომელთანაც ჩვენ ვართ ღრმად ინტეგრირებული, რის შემთხვევაშიც, სრული კოლაფსი მოხდება და მე ნამდვილად ყველა დაზარალდება, მათ შორის ქართული ოცნება. და კიდევ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, ახლა რუსეთი, ხო? რატომ უძლებს ამდენი ხანი, რატომ მაინც გაძლო ერთი, რომ აქვს ძალიან დიდი რესურსი და მათ შორის ყირიმის ოკუპირების პერიოდში რუსეთში გაჩნდა ალტერნატიული საგადახდო რაღაცა სისტემა, რომელსაც ქვია მირ, საბარათე გადახდებს ეხება, რომელიც ისევე ევროპა, რომელშიც ისევე ბრიუსელიდან, აი ბელგიური კომპანია მაშინ დაეხმარა, მსოფლიო ბანკის ინიციატივა იყო, რომ ალტერნატიული რაღაცა სისტემა შეექმნა გადახდების და დღეს რუსეთი ამ სისტემით ვაჭრობს არაერთ ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ხა ეს ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება, იმიტომ რომ მირში გაწევრიანება ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის არ შეიძლება და არ შეიძლება, იმიტომ რომ სულ სხვა კურსი გვიჭირავს და იქაც რაღაც მეორადი ეფექტი ქონდა ამ მირში მონაწილეობას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს და უნდათ რუსეთთან ვაჭრობა, მაგრამ ჩვენ ამისთვის ასევე არანაირად მზად არ ვართ. ჩვენ დამოკიდებული ვართ პირდაპირ ვიზა, მასტერკარდზე და SWIFT-ის სისტემაზე, რომელიც არის საბანკო სატელეკომუნიკაციო სისტემა. ამიტომ აი მინდა რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ესმოდეს, რომ ჩვენი ზომიდან გამომდინარე ქვეყნის და იქიდან გამომდინარე, რომ სინამდვილეში ჩვენი ეკონომიკა სტრუქტურულად არის ძალიან სუსტი და არანაირი მდგრადობა არ გააჩნია, უაღრესად მგრძნობიარე ვართ იმ არსენალის შემდეგი უფრო მძიმე სანქციების მიმართ, იმიტომ რომ ამდენი ხანი არაერთხელ გვითქვამს, რომ ინდივიდების დასანქცირებაც კი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის არის უმძიმესი, იმიტომ რომ ეს ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის რისკის პროფილზე, რეპუტაციაზე და ვიცით, რომ Fitch-ის რეიტინგმა უკვე ეს outlook-ი, ანუ მომავალი ხედვა ქვეყნასთან დაკავშირებით ჩამოწია ნეგატიურზე. ამისი შემდეგი ნაბიჯი არის უკვე კიდე ჩამოწევა და ეს გეტყვით პირდაპირ არაფერი არ არის იმასთან შედარებით საბანკო სექტორში თუ პრობლემა შეიქმნა და ჩახსნა სამყარომ თავისგან, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ის კაპიტალი, რომელიც და სასესხო დაფინანსება, რომელიც ჩვენმა საბანკო სისტემამ შეიძლება მოიზიდოს დასავლეთიდან გაძვირდება, რაც ასევე გააძვირებს სესხებს და წვდომას ეკონომიკური აგენტებისთვის ამ სესხებზე. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მოხდება პორტფელების ესე ვთქვათ რეკვალიფიკაცია, იმიტომ რომ ხარისხი გაუარესდება, უამრავი კომპანია უკვე დგას კრიზისის წინაშე და მას გადახდის საშუალება სესხების არ აქვს და არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ საბანკო სექტორში გაჩნდება ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, პორტფელი ცუდად მომშავე სესხების, ანუ იმ სესხების, რომლებიც შეიძლება დეფოლტ წავიდნენ და გადახდა ვერ მოხდეს, ან საჭირო გახდეს მათი რეკვალიფიკაცია და თქვათ ხარისხის შემცირება, რაც კაპიტალურ ადეკვატურობაზე მოქმედებს მერე ბანკების. ანუ აი ეს ყველაფერი სიმართლე გითხრათ უკვე არის კოსმეტიკური თემები იმასთან შედარებით, თუ ქვეყანა დასანქცირდა, ის უკვე სრული კატასტროფა არის. თავად პერსონალურად ივანიშვილს შეუძლია გაუძლოს აი ამ ყველაფერს იზოლაციას, თუ ჩავთვლით რომ მოქალაქეებზე ბოლომდე იტყვის რომ არ მაინტერესებს რა მოგივათ. თავად რამდენად არის მყარად?
მე მგონია რომ ივანიშვილი დიდი ხანია ამისთვის ემზადება, ცხადია, ბევრად უფრო დიდი ხანია ვიდრე ვინმეს გონია, ასევე მე მგონია რომ დასავლეთმა მინიმუმ რამდენიმე თვიანი ლუფტი მისცა იმისთვის რომ ამისთვის მომზადებული იყო და ესეც არის ჩემთვის პირიქით, ვერ გეტყვით რომ დამამშვიდებელი, ჯერ კიდევ ელაპარაკება დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს, მე ეს მესმის და კიდე ერთ რაღაცას მინდა გავუსვა ხაზი, რატომ მოხდა ინდივიდუალურად მისი დასანქციერება არა მაგნიცკის სიაში შეყვანით, არამედ ესე ინდივიდუალურად. ივანიშვილის ქონება არ არის ისეთი დიდი, ახლა უამრავი მილიარდერი ვიცით ხო გლობალურად, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის კონტექსტში ძალიან დიდია. და ამ ადამიანს ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, წილობრივი კორპორატიული ინტერესი აქვს სხვადასხვა კომპანიაში ქვეყანაში. ამიტომ, მაგალითად, ეხლა რომ მოხდარიყო ივანიშვილის დასანქცირება და ამაში მოყოლოდა მისი საკუთრებაში არსებული კომპანიები, რომლებიც ისედაც შეიძლება გადაფორმებულია, მაგრამ მაინც პირობითად მინდა ვთქვა. ეს მაინც იმას ნიშნავს, რომ მოხდებოდა ქვეყნის დასანქცირება ირიბად. რატომ? იმიტომ, რომ ეკონომიკაში გაჩნდებოდა დამატებითი წნეხები და პრობლემები ამ კომპანიებში, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის ნაწილია. და მე მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც თქვათ ამ ეტაპზე კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი დასანქციერდა მისი პირადი თქვათ საანგარიშწორებო პროცესების კუთხით. მოკლედ ეს არ უნდა განვიხილოთ როგორც ამ გადაწყვეტილების ნაკლოვანება, არამედ დასავლეთის შანსის მიცემა. თქმა უნდა, ყველაფერი არის ძალიან მოზომილი და გათვლილი იმაზე, რომ ამ ადამიანს დარჩეს ლუფტი, რომ ქცევა შეცვალოს. არ ვიცი, რამდენად ეს იქნება ეფექტური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისმა გარემოცვამ დაინახოს, რომ ეს არ არის უძლეველი ადამიანი. და მასთან ბრძოლა პირველ რიგში ზუსტად იმიტომ რომ ეს არის მისი სუსტი წერტილი, მისი ფინანსური სიმდიდრე და ეს არის ის რაზეც დგას მისი ძალაუფლება, პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არ არის მოუნგრეველი და იმუნიტეტი ამას არ აქვს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით აი ამ სანქციის გადაწყვეტილებაში. პირველი გამოხმაურებებით არ ჩანს რომ რაღაც ქცევის ცვლილება იგეგმება, იმიტომ რომ რაღაც კამპანია წამოიწყეს რომ დასანქცირდა მშვიდობისთვის და გააზიარეთო და მხარი დაუჭირეთ. უნდა ეს ახლა არ არის გასაკვირი პროპაგანდის და დეзинფორმაციის მანქანა მათი ძალიან კარგად მუშაობს წლებია და ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ მე მგონია რომ ის რაც ფასადზე არ ჩანს, ის რომ ეს ფასადზე არ ჩანს, არ ნიშნავს იმას, რომ ჯილდო ნამდვილად არ არის. ეფექტი არა, რა თქმა უნდა, არა და ჩვენ ვხედავთ რომ ესეც ცაიტნოტში ნაჩქარევი თქვათ განცხადებები, რომელშიც პასიური აგრესიაც იგრძნობა, კეთდება, მაგრამ ეს ჩემი გადასახედიდან პათეტიურია, რაცაც ახლა ვხედავთ მისი გარემოცვის კომენტარებში და პასუხებში ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ მომზადება, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ოფშორების კანონიც, რომელიც ადგილზე საქართველოში ძალიან პრობლემურად შეფასდა და ევროკავშირიდან და ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც. იცით რა არის ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთი მოსამზადებელი პროცესი, კი ბატონო, რა თქმა უნდა და ამაში რა იგულისხმება. თუ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს ამ იურისდიქციას და მას ნაპოვნი აქვს გარკვეული გზები, როგორ აუაროს გვერდი სანქციებს, რა თქმა უნდა, მისთვის უფრო კომფორტული იქნება, რომ საკუთარი აქტივები იყოს საქართველოში კონცენტრირებული, ვინაიდან ის აკონტროლებს ეროვნულ ბანკს, ის აკონტროლებს სასამართლო სისტემას, ის აკონტროლებს საგადასახადო სისტემას და რეჟიმს, როგორც მოუხდება და ერგება მის ბიზნესს, ისე შეუძლია მოარგოს მთლიანად ეს რეჟიმები მის ქონებას და ამიტომ მისთვის რა თქმა უნდა ბევრად უფრო კომფორტულია რომ საკუთარი აქტივები იყოს საქართველოში. და ამიტომ ცალსახად გეთანხმებით ჩემთვის ეს ინფორმაცია ოფშორების კანონის მიღებასთან დაკავშირებით პირველ რიგში ამას გულისხმობდა რომ ეს ადამიანი ცდილობს რომ გაექცეს სანქციებს და ეს არის ერთ-ერთი მისი მოსამზადებელი ნაბიჯი ცალსახად. აი ეს მოდელი რომელიც ახლა არის გამოყენებული ივანიშვილის წინააღმდეგ ეროვნული ბანკისთვის ასევე კერძო მოთამაშეებისთვის რა რისკებს შეიცავს, რა დილემებს, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, როდესაც საუბრობთ ამ ნაწილზე. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ შემდეგ რაღაცას ეს სანქციები არის პიროვნული და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ეხება, მის ოჯახის წევრებს არ ეხება, მის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს არ ეხება და მე მგონია რომ აი ამის ნავიგაცია ჯერჯერობით არც ისე რთული იქნება, მით უმეტეს მათ უკვე ისწავლეს ეს როგორ გააკეთონ, არა პირველი არ არის ბიძინა ივანიშვილი, უკვე 5 თუ 7 ადამიანია სანქცირებული, მათ შორის შსს მინისტრი, თუ გახსოვთ ეროვნული ბანკი ადრე თავდაცვით რეჟიმში გამოდიოდა და ეძახდა რომ სასამართლო
საქართველოს გადაწყვეტილების გარეშე ამ სანქციებს მაკები ვთქვათ არ უნდა მიუერთდნენ, მაგრამ ამას ეროვნული ბანკი უკვე არ აკეთებს, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოიხსენება, რომ ყველა ბანკმა მინიმუმ ოპტიკურად უნდა შეასრულოს განუხრელად ეს სანქცია, რომ არ მოყვეს თვითონაც სანქციაში და ფინანსურ სისტემას არ შექმნას პრობლემა, რომელიც ისევ ამ რეჟიმს უნდა მოემსახუროს, ხო? ანუ ეს რა თქმა უნდა ეს პირდაპირ არავის არ აწყობს. ამიტომ მე მგონია რომ ეს სალარე თქვა ოპერაციები, რომლებიც შეიძლება ისე ჩაატარო როგორც დიაო, რომ Visa და Mastercard-ის ოპერაციებს, ეს გამოცდილება უკვე აი ამ პირებს, რომლებსაც სჭირდებათ როგორც დიაო, რომ სანქციებს უკვე აქვთ მიღებული. ჩვენ ვიცით რომ თან ბიძინა ივანიშვილს აქვს ეს ქართულ ბანკი, რომელშიც მას ბევრად უფრო მარტივად გაუჭირვალეთ შეუძლია თქვა რაღაც ტრანზაქციები აკეთოს. ასევე მოგუდისხმები იმის თაობაზე ეროვნული ბანკი თქვა როგორც ცდილობს ამასინად გავიგებ თქვა ოქროს შეძენასთან დაკავშირებით. ეხლა მექანიკა თვითონ ამისი რა თქმა უნდა არ ვიცი როგორ გაკეთება, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ირიბი გზებით რაღაცების კეთება შეიძლება ისე რომ თქვა გაგრძელდეს მისი ინტერესების დაცვა. მაგრამ აი ეს სივრცე რომელშიც ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ამის კეთება ნელ-ნელა შევიწროვდება იმის დამიხედვით შემდეგი ნაბიჯები მისი მხრიდან რა იქნება და მე ვხედავ ზუსტად აი ამ ტრენდს. ანუ დასავლეთი ნელ-ნელა ცდილობს რომ შეუციროს ეს სივრცე თან კიდე ერთ რაღაცას გეტყვით. თუ ის გახდება აი ესეთი ჭყალებში კეთროვანი იმ წრეებში ფინანსურ სივრცეში და წრეებში და ბიზნესში რომელშიც საქმე კეთდება სუფთად და არის კარგად რეგულირებული და დაცული, მას ბევრად უფრო გაუძვირდება მსგავსი ტიპის მომსახურების მიღება, ესე ვთქვათ, ისევ ჭყალებში შავ ბაზრებზე, სადაც ყველა მიცის რომ არის სანქცირებული. ესეც არის ეფექტი ამ სანქციების, ხო? ანუ სადაც არ უნდა წავიდეს გლობალურად, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ვთქვათ, ასევე ნაცრისფერი იურისდიქციებია და ფლატშავი არ არის და ვთქვათ, სიებში არ არის ეს ხალხი და დიქტატურები არ არის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მას როგორც ადამიანს, რომელსაც გააჩნია ვთქვათ, ეს სიმდიდრე და აქტივები, მას სჭირდება რომ ეს აქტივები სადღაც ჩადოს და გააგრძელოს ვთქვათ, ნამეტი შემოსავლის და მოგების მიღება, ხო, ამ აქტივებთან დაკავშირებით და ამის კეთება მას ძალიან გაურთულდება და მოუწევს ისეთი არატრადიციული და არამოქნილი მეთოდებით კეთება. იგივე ოქრო რო ავიღოთ რაღაცა ეტაპზე ოქროს ფასი თუ დაიწყებს დაბლა ჩამოსვლას, მას საინვესტიციო კუთხით ენდომება რომ ეს ოქრო გაყიდოს. იმისთვის ოქრო გაყიდოს, უნდა გაყიდოს ბირჟაზე, სადაც ისე უნდა ანგარიშწორება მოხდეს ამისი ვირტუალურად და თუ ამისი გაკეთების უნარი არ ექნება, ან ოქრო ვერ უნდა გაყიდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქროს ფასი დაბლა რო ჩამოვა წააგებს, ან თუ გაყიდეს, უნდა გაყიდოს ისეთი დისკონტით, რომ ვიღაცა მოემსახუროს, ვინც მზად არის, რომ სანქცირებულ პირს მოემსახუროს. აი მარტივად ეს მინდა რომ აღწერო, რომ დავინახოთ, რომ ეს ამას ძალიან შორს მიმავალი უარყოფითი ეფექტები ექნება ამ ადამიანისთვის, ანუ ცალსახად დამაზიანებელია. უბრალოდ ტემპერატურის აწევა ამ ზიანთან დაკავშირებით ყოველდღე შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით. და ბოლოს მინდა გკითხოთ, აი კრედიტ სუისის ნაწილში ჩანაწერი თქვენ როგორ აღიქვით, რაც ქცევის შეცვლის, ასე ვთქვათ, მექანიზმია ესეც? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელშიც ძალიან დიდი დრო დაუთმო მან კრედიტ სუისის თან დაკავშირებულ დავას და დიდი ხანია ეს მისთვის გახდა ყოველ შემთხვევაში იყენებს ამ თემას პოლიტიკურად და ამბობს რომ ეს იყო წნეხის განხორციელების ფორმა მასზე და თუ ეს ასე არის და ის ასეთი მგზნობიარე არის ამ თემის მიმართ, ცხადია რომ ის რაც ჩანაწერი რომელიც ამ ბრძანებაში გაკეთდა კრედიტ სუისის დავის შედეგად მისაღებ შემოსავალთან დაკავშირებით არის ასევე მისი ქცევის შეცვლის ერთ-ერთი წინაპირობა ან წნეხი. იმიტომ რომ არ არის პატარა თანხა ხო, ნუ დაახლოებით 800 მილიონამდეა და ეს საკმაოდ დიდი ნაწილი არის მისი ქონების შესაბამისად ის ამ თანხას ზეწდომას ვერ აღიდგენს ამერიკის მთავრობის თანხმობის გარეშე და ზუსტად ის რომ მას დატოვებული აქვს ეს უკან დასახევი და შეუძლია ეს თანხა მიიღოს იმ შემთხვევაში თუ თანხმობას გამოითხოვს და მიიღებს ამერიკის მთავრობისგან მიუთითებს იმაზე რომ არჩევანი აქვს ბიძინა ივანიშვილს.